მე ხარ საუბარი შენს ხვიტო აქ ისეთი ხდება ხალხნო და ჩვენს თანაწამყვანს კინოლოგი ბატონ ზვიაც გადავცემ ყველანაირ უფლებას ილაპარაკოს გაგვაცნოს თავისი სტუმრები და მე ვჩუმდები მორჩუნა გამირთულა ხალხნო საქმე რა ხდება სტუდიაში ზვიად გინადიან რა ხდება დაბახუსები არიან თუ რაჭი ესენი არიან ძმები ბოქსიორები ახლობლები კი ნაყარის არიან მაშა ანუ ტოლები არიან სტუმრებიც გაგვაცანი სტუმრები გაგვაცანი ჩამოდი ძირს ადამიანები გამიკაშვილი აიზერის დედა და მიშა მესიანი ბენოს მამა კი ბატონო ესეთი მაგარი სტუმრები ყავს ერთი შეხედი ცოტა საიში ტიპები არიან შორი და არა ამათ ხასიათი და ამათ ცევებიდან გამომდინარე ეს წარმოდგენა უკვე იცვლება ხოლმე არის ამათი რა მახასიათებელი ქცევა რა არის ესე რინგზე გადიან და ურახუნებენ ეხო ამათი დამახასიათებელი ქცევა არის პირველ რიგში ის რომ ბოქსიორების პატრონებისთვის არ არსებობს საკუთარი საწოლი, დივანი, ბალიში. ჯერჯერობით საკუთარი მაგდა, რა შეეხება დივანს. დივანი არ ცხოვრება, საკუთარი ცხოვრება მათ გარეშე არ გაქვს. სულთან ყავს. ჩვენ ოგეს პარკის მეგობრები. უამად, ამათ გარეშე მოკლედ ეს არის ჯიში, უნივერსალი ჯიში, რასაც ქვია, რომელიც როგორც აი მოხუცი ადამიანებისთვის, ოჯახისთვის, ბავშვებისთვის, ანუ არ არსებობს რო ჯიში გარემოს ვერ მოერგოს, თავარია შევქმნათ შესაბამისი პირობები, ყავდეს სითბოში, მოუვაროთ კარგად, რადგან ცოტა შედარებით სუსტი ჯანმრთელობა ახასიათებს და კუჭნაწლავი მისაქცევია ყურადღება, თორე სხვა შემთხვევაში ასაც ქვია. სულ ვამბობ ხოლმე, რომ ესენი არიან ღმერთისგან მოვლენილი ანგელოზები დედამიწაზე და გვიხალისებენ ცხოვრებას. ეხლა უყურებთ ჩვენ ამათ აქ როგორც იქცევიან ესენი. და რა ხდება სახში? სახში გძინას და ჭამთ. მართლა რამე რაღაცა ჩვენ ამას ვერ ვიწვევთ ბიჭო გაჩვენე სხვა ძნე თავის წამოვლებები აქვს თუ წამოუარეს სიმშვიდეს და ემშვიდობა იმედია აქ არ წამოვლით ხო არა აქ უკვე წამოუარეს კარის სტუდიას უფრთხილდებით ახლა თორე ესე ვაუშვათ აქ რას იზავენ ითამაშებენ თავარია შუშას არ დაეჯახოს არა თამაში 24 საათი შეუძლია. რამე სპეციფიკური წვიდება მოვლა ამ ძაღლებს, აი ის კი რას თქვით გასაგებია რომ მოფხილება უნდა მაგას. სპეციფიური ერთადერთი ის არის რომ ზაფხულში უნდა მოარიდო სიცხეს და არ უნდა გაიყვანო შუა დღისას და დილით. ამიტომ ნუ ჩვენ დილის 6 საათზე უკვე ქუჩაში ვარ. სპორტსმენები ხართ. ვიცი მე ნახულობთ ხოლმე დილით ვაგის ბანკში დავდივართ. მე რო ჩამოთამაშობ. მაგაზე პირველად რო შევხვდა, მეთქი რომელი ასეილებს რა საინტერესო ამბებს ისეც მიარბეინე. სასწაული მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დასაჭერად საკმაოდ არა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ძაღლებია. აი, ფენომენი გითხოთ. მე მყავდა ბოქსიორი და გადავლახე დიდი დისკომფორტი რაც შეეხება დორბლებს. იმდანაც გიყვარდება მე ცხოველი რომ აღარ გაინტერესებს. ხო რავი. თამას ჩემი ტანსაცმელი დორბლის გარეშე ვერ წარმოვიდგენ. ეგ უფრო მეუცხოება უკვე. გაფორმებულია დორბლის მე უფრო მეუცხოება. სპეციალური არ ქვია, ანუ გამოყოფილია რაღაცა, რითითაც დავდივართ ქუჩაში. რითითაც ვასეირნებს და ამას. კი, იმიტომ რომ სხვანა ეხლა ჩვენ სადაც შევდივართ, იქ არის ძაღლების მოედანი, სადაც ყველა აშვებულია. და ეხლა 5-6 ძაღლი ერთად რო არის, ხან რომელი შემოგახტე, ეხლა შენ თუ იქ უკაცრავა და ესე ძალიან გამოპრანჭულმა იარე, მაშინ ვერანაირად ვერ აუხვა ამას. სამოწასოში უნდა იყოს ეს რო გაკეთოს. და ინდონეზე ვართ მისულები უკვე რომ ქუჩაში რო ხვდებით ერთმანეთს ნორმალურად ჩასმენ ვერ ვცნობ. არა, ეს კომბინეზონი უნდა რა თქო გაიწვია. რაღაცა ისეთია, უძაღლოთ ვერ ვცნობ ერთმანეთს. სულ გიყვარდა ძაღლები? სულ ყოველთვის. ბავშვობიდან ოცნება მქონდა მე ძაღლი, მაგრამ მე ღირსა ასე ვთქვათ. მართლა ხო? და სამაგეროს წიგნებს შუქნიდნენ ძაღლებზე, ხო და კარგი რა. აი იყო პატარა კატალოგები იყო მაშინ ჯიშების და ჩემ კატალოგს რო გადაშილდი იშლებოდა ბოქსიორზე, იმიტომ რომ მარტო ბოქსიორით დაიწყო თქვენი. კი. მე მყავდა პატარობაში 100 ეს არის ჩვენთვის მეორე, პირველი 6 თვის იყო რომ მოგვიყვა.
ნუ კი მან წაგვიყოლა კი ეგეგეთის სტრესი. რა კითხვა მაქვს? ეხლა მე დავინახე თუ არა, ბავშვობიდან ვიცი რომ ამ შეფერილობებს ქვია ვეფხვისებრი თუ როგორ არის წიგროვის ორიზაცია. ეგრეა ხო? და ეს ხანაი რატოა ეს ხანაი ეგრე მოხდა? ესეთები არის. დედმამიშვილი ყველა ხო. ანუ ორი ვარიანტია, ან არის ვეფხვისებრი, ან არის წითელი. სხვა ესეთი მყავდა. ჩემი მაგაშიც განსხვავებული არის. ხო იცი, ერთი მხარეს აქვს ვეფხვისებრი და მეორე მხარეს ეგ საერთოდ მაგარი უნივერსალია. რა ეხლა რა მოიწევს? ეგ ბილეთებსაზე გაკავს. კი. და რამდენი ხანი ხარ გარეთ? სანამ ვაჟბატონს არ მობეზდება. ეგ როგორ ხდება მე? ერთ 3 საათში ალბათ. ეგ 3 საათში ეგეც ვახსენებ, რომ დროა სახში წავიდე. კითხვა რა მაქვს? რომ შეხედავს, ბევრ შეიძლება მართლა შეეშინოს ივალაბაის არ იყოს. იყავდა ხო ის ექიმთან ასები გაუკეთეს უსაყალესი. აი რომ შეხედავ, მე ხო წუთში მოვედი და კითხე მაინც პატრონს უნდა კითხო რა ეხლა, შეიძლება მოეფერო თუ არა. პირდაპირ მივარდე ძაღს არ შეიძლება. ესეთი კეთილი ზნე აქვს ამ ზოგადად თუ რაღაცა აი პატრონის დაცვის რაღაცა თემაში აი მაგაში როგორ არის? მაგ მხრივ როგორ არის? იცი თუ თავიდანვე ხა მე მქონია შემთხვევა ხა გარეთ მისეირნებია და ვიღაცა მთრალი კაცი მოდის ხო იცი როგორც იციან ხოლმე და მაგ დროს ინტერესს იჩენს. ანუ ეგრევე მოდის ჩემთან ამოდგება და ნუ რაღაცას ელოდება რა. რაღაცას ელოდება. ანუ მაგ ინსტინქტი აქვს. არა აგრესიული არა. არა, მაგალითად ეხა გამოუჩენია ეხა ინტერესი რომ შეიძლება მოვეფერო მეუნები ხა თუ მიგიშვა მოვეფერო. გარანტიას ვერ ხავს, ხო ხადია ეგ. ხო და არ უყარს მაგალითად განწყობას გძნობს მე როგორ ვარ იმ ადამიანის მიმართ და ზუსტად ის იგივენაირად იქცევა ესე. აი ეგ რა არის რომ მე ყავსაგან ასობები ვისაც ზაღლის ეშილი აქვს. ეს ზაღლი მაინდა-მაინც მიდის ამას. მართალი ხარ. აი მაგალითად, ეხლა რომ გავუშვა ეს ამასთან მოვა ეგრევე. დაწუნებული. იწევს. ამას კი არ ეშილია რაღაცა ჭიქს, აი ვერ გავიგე. ეს რომ გავუშვა, მივა ზვიადის ჯიბესთან. აჰა, ძაღლები რა. კი. ამას უდევს ესენი. ნახე როგორ არის წუთნის დროს მიჩვეული არის ძაღლი რომ ჯიბიდან უნდა ამოვიღოთ რაღაც მიცეთ ან ჩათიდან და სხვათა შორის ხნარზე გამახსენდა ჩვენი მეგობარი უნდა მოვიკითხოთ აქედან თემო ბროიანი ოქრო ადამიანი კაიზერის მასწავლებელი ვინც გაგვიწვდა ვინც გააჩემპიონა იმედიანად უნდა იყოს რაღაც ცოტა პატარა გაჭირობაში ეს ადამიანი და იმედიანად უნდა იყოს თემო მოკითხვა აქედან ყველაფერი იქნება კარგად და მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება აი ჩვენს გადაცემული ვარ ჩემპიონია ეს არის საქართველოს გრანდ ჩემპიონი, კავკასიის ჩემპიონი, ფედერაციის ჩემპიონი, ასაკობრივ ვაკის ჩემპიონი. ვაკის ჩემპიონი. იმიტომ ყველა ნორმალურად დასეინოს ერთადერთი მე დავკრივარ. ჩემი თავი რაზე დავიჭირე, იცი? გიას ზაღლი აბრად. შორიდან რომ დავინახა რომ გია არის. მიხარია, იმიტომ რომ ძახს მახავს. შემოს უთხარი კიდევ ასიმპლეს. უთხარი შენ რომ ხედავ, ესეთი მაგარი ზაღლი. ეს არის ყველანი, აი. იქ ისეთი სივრცეა რა. იქ ხო, ნუ ყველა ერთი მეგონი ესენი დომინანტები არიან ესენი. სექტანტები ვართ სულ ყველა. ამას საბოლოო რა ხდება ეხლა? საკუთარი საკვებით კონკრეტულად თუ რაღაცა ახალისება. ახალისება ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თავისი საჭმელია. საკვები რითიც ეწყობა კიდევაც მოვლილები ჯანიანები რაც უფრო ნაკლებად და თუ არ მისცემთ იმას რაც არ შეიძლებათ მით უფრო დიდი ხანი გეყოლებათ ეგოისტური არის რა კი ეხა გინდა რომ აჭამო ნაყინი მაგრამ რატო უნდა მისცე ნაყინი ან შოკოლადი როცა იცი რომ ვნებს ვთქვათ ამას მე მირჩევნია მისცე ვაშლი მაგრამ ისე მათხოვრობელი საფილო სახეს რომ მიიღებს საწყალს და რომ მოვა დიდი არტისტები არიან დიდი ბაშლა ხო მათხოვრობა სტადია ჩვენ გადავლახეთ და შიმშილით ყურები ისე ჩვენს გადაცემას უყურებენ ადამიანები ვინც დარწმუნებული ვარ რომ აი სხვადასხვა ჯიშის შერჩევაში არის აი ვინც ბოქსიორის ჯიშს არჩევს რა არჩევები უნდა მივცეთ ადამიანებს ხო მე არ ვიტყვი რომ ვისთვის უნდა იყვნენ მზად შენი დასკვნები და გადასტანები და აი რა ვისთვის უნდა იყვნენ მზად მოდია პირველ რიგში უნდა გქონდეთ დრო დრო უნდა გამოდის ისე სხვანაირად არ გამოდის ამათ სახში ვერ დასვა
დილას და საღამოს უკვე დასრულები, თორე პატარები როცა არიან, ერთ 5 ჯერ უნდა გაიყვანო დღეში. ალბათ ეზო რო კონდეს იდეალურია, ხო? იდეალური არის, მაგრამ ესენი არ არიან ეზოს ზამთარში ეზოში არ გაჩერდება. ზამთარი ცივია, ამიტომ თავისი გარდერობი აქვს, რა თქმა უნდა. ხო, ნუ ასე ეცემა ეხა ტყავით რაღაცეები ხა. გი. სილოხა. რეიბანი. აუ, კაი რა. ახლა ბაქჩენ ბატონო ვა ვეწარმოვიდი FBI-ის არწერა და ერთი ყავს ამას მეგობარი ბასენჯი რონი და იმასაც ისეთივე აცვია და ნუ ფოტო დავდეთ ახლა Facebook-ზე რომ ორივე ამ ხაკისფერ FBI-ის მაშინ რა ქვია ხუდებში და მომდის მესიჯი სწავლებები გაქვს თქვენ ახლა მარჯვენათი მაგარი დარტყმა გექნება თავის დაწერას. შეგვიჯამე რა შენ რო იცი ისე. აბა. აი ეს არიჩერებს ტანსაცმელს. ერთხელ უყიდე გამოუწერე რაღაც მაგარი სამხედრო ჟილეტი, თავის პოლიციის რაღაცები და 9 თუ რაღაცა. სანამ არ გაგლიჯა შუაზე არ მოიწევ. არ მოწოსო დაანებ. це ბევრ რომ მავნე ხასიათისაა რაღაცეები, ვიდრე კაიზერი. კი, იმიტომ რომ მე ვიცი ისტორიები და ზოგადად როგორ არის ნახე. ზია შენ თქვი რაღაცა მიკაძებდა შეგვიჯამე უცებ იმიტომ რომ დრო იწურება ერთი წამი ჩემთვის ძალიან ბევრი ბოქსიორისტები არსებობენ თემ სოფლიოში და ვისაც ერთხელ კი ყოლია ეჯიში მისთვის არის ნომერ პირველი და ფავორიტი კი და ყველგან ამათ ფოტოები გვაქვს ტელეფონში მესენჯერში ყველგან ბოქსიორებზე ვლაპარაკობთ და ვიყვარდეს ჩვენი 4 ფეხა მეგობრები განსაკუთრებით მოუაროთ იმიტომ რომ ამ ჯის კიდევ უფრო განსაკუთრებით მოვლა ჭირდება, რადგან ძალიან თბილები არიან და ადამიანებთან ერთად ყოფნა ჭირდებათ მუდმივად გვერდით კი. ვინმე როგორ ეფერება. მოკლედ, დიდი მადლობა. ახლა როგორ ყოფნის? დიდი მადლობა, მოკლედ. ხალხო, სტუმრობისთვის. ახლა კარგი ეთერი გქონდა ძალიან. აბა კარგი კვირას კარგი, მეც გეტყვით ორიოდე სიტყვით დაახლოებით 10 წუთში დავბრუნდები მე ეთერში, განაცემა სპორტი იმედზე და ლანჩხუთის გურიას აღორძინება მიდის მერაბ ჟორდანია იქნება. ჩვენი დღევანდელი დიდი მადლობა. ჩვენი მერაბ ჟორდანია იქნება ჩვენი განაცემის სტუმარი, ცოტა ხანი დაგვიდოთ, წარმატებები, დიდი მადლობა. აბა ჰე და აბა ხო.